გამარჯობათ მეგობრებო, დღეს ძალიან საინტერესო დღე გათენდა. მივდივართ რუსთავში მოტოების ჯიმხანაზე. ასევე არის ავტომობილების დრაგი და ვფიქრობ, რომ ძალიან კაი დღე გამოვა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მანქანა და ბევრი მოტო იქნება. ჯიმხანაზე ზოგადად ხალხი არ დადეს ხოლმე იმდენი როგორც დრაგზე და იმედია ამ ჯიმხანაზე მაინც იქნება ხალხი თუ არა და ძალიან ცუდი იქნება რა. წარმატებები უსურვოთ ბიჭებს. თქვენ კი დაელოდეთ, ძალიან მაგარი ვიდეო იქნება და შევხვდებით რუსთავში. მოკლედ ჩამოვედით რუსთავში, ახლა ვიმყოფებით ჯიჯისთან ბოქსში და აქ ძალიან ლამაზი რაღაცები დგას და მინდა რომ განახვით. უყურეთ და დატკბით. ალბათ დამეთანხმებით, რომ მართლაც შესანიშნავი თამაშოები დგას ამ ბოქსში. ძალიან მომეწონა მართლა, ეს მანქანაც ძალიან საოცარია, მოტოებიც ძალიან კარგია, მართლა ძალიან სილამაზეა და დღეს კიდევ ძალიან ბევრ ლამაზ მოტოს და მანქანას ვიხილავთ. ძალიან ბევრ კარგ მძღოლს ვიხილავთ და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაიგლვის, არ გაგვიწვიმდება, ყველაფერი ჩატარდება, როგორც დრაგი გადაიდო, იმედია მასე არ გადაიდება. ჯიმხანას გზასაც ამზადებენ. ლადო და ლადოს გუნდი ამზადებს ყოველ დრაგზე და ყოველ ჯიმხანაზე ლადო და მისი გუნდი ძალიან დიდ შრომას დებს ამაში და ძალიან დასაფასებელია და ძალიან დიდი მადლობა მათ რომ ასეთი შოუს მოწყობას შეეხმარებიან ფედერაციას და ხალხს და სთავაზობენ ხალხს ასეთ შოუებს. მალე მომზადება გზა ბიჭებიც მალე ჩამოვლენ, გაივლიან რეგისტრაციებს და რაღაცებს და მალე დავიწყებთ მოკლედ ჯიმხანას. ერთი რაღაც თქმა მინდა ძალიან როცა არის ხოლმე დრაგი მაშინ არის ხოლმე ძალიან ბევრი ხალხი დრაგზე, მოტოებში, რაც ძალიან სასიხარულოა მართლა, მაგრამ ჯიმხანას და წრიულის ბოლაზე ბევრად ნაკლები ხალხია ხოლმე. არა და ანუ ჯიმხანას ძალიან საინტერესოა და წრიულის ბოლაც ხო, აი ძალიან საინტერესოა რა. ერთი თხოვნა მაქვს, ვისაც მოგწონთ მოტოები, ვინც მოტოებს უყურებთ, ვინც ატარებთ, ვინც მართავთ, ნუ დაგეზარებათ ხოლმე რუსთავში ჩამოსვლა იქნება, თუ სად იქნება, არ დაგეზაროთ. მოდით ხოლმე, მართლა, რაც მეტნი ვიქნებით, უკეთესია, უფრო დაუფასებთ ამ ხალხს შრომას და უფრო განვითარდება ეს ყველაფერი რა, მოტოსპორტი. მოკლედ ახლა გაიარა ყველა მონაწილემ გზა და ახლა დაიწყებენ უკვე მალე შეჯიბრის ჩატარებას. მოკლედ ნიკო არ ვიცოდი დღეს მონაწილეობას იღებთ, ძალიან გამიხარდა რომ გავიგრო მონაწილეობ, წარმატებას გისურვებ პირველ რიგში და აი მაინტერესებს რაც ფიქრობ რა დღევანდელ დღეზე როგორ ხარ მომზადებული, თან შენ საკმაოდ დიდი ზომის მოტოთი გამოდიხარ. ვიდრე სხვა მონაწილეები მოპედებით გამოდიან TVS-ებით უმეტესად და რამდენად გაქვს შანსი მოგების მაგალითად რამდენად ხარ მზად და რას ფიქრობ აი ხალხის რაოდენობაზე ეგეც რომ გითხრა რა მოგესალმებით ყველას მოკლედ არც მე არ ვიცოდი დღეს რომ გამოდიოდი ამ სეზონის გამოტოვებას ვაპირებდი მაგრამ ისე მოხდა რომ სპონსორები გამომიშდნენ მოტო ევაკუატორი G და მათი სახელით და ჩემი სკოლის სახელით გამოდივარ დღეს გადავწყვიტე რომ 400 კუბიანი მოტოთი გამოსულიყავი შარშანთელი სეზონი 150 კუბიანი თვიარე და წელს რატომღაც ვივარაუდე რომ 400-ით უნდა გამოსულიყავი და ეგრე აგიხდეს ყველაფერი საკმაოდ ჩქარი გზაა და უკეთესად ვივლი 400-იანით. რაც შეეხება მონაწილეთა რაოდენობას, აი სულ ვიძახი ხოლმე რომ MotoGym-ხანა არის ყველაზე ბიუჯეტური შეჯიბრი, სადაც შეგიძლია რომ შენი უნარები განივითარო, გაიუნჯუბესო რა და რავი იარეთ ხალხო ამაზე კაი ჯერ მარტო ის რომ შეჯიბრის ადრენალინი რა დღის აი მე მაგალითად თავიდან მაგიტო გამოდიოდი რომ ისე მისწორდებოდა ჟარგონს ვიხმარ შეჯიბრის ადრენალინი რომ მაგას არ შეედრება არაფერი და გამოდით ივარჯიშე ძალიან ბევრს გონია რომ მოტოციკლი მაგრად დაყავს აი ძალიან მაგარია მაგრამ აქ რო ამოდიან მე რწმუნდებია რომ თურმე მოტოციკლის ტარება საერთოდ არ იციან და გამოდით ან საყურებლად მაინც მოდით გვიუყურეთ და მე ივარჯიშეთ თქვენს და მიიღეთ მონაწილეობა მადლობა ძალიან დიდი ნიკა წარმატებები მოგებას გისურვებ პირველ რიგში
მოკლედ ახლა არის კვალიფიკაცია, სათითაოდ გადიან მონაწილეები ამ ტრასას, რომ კარგად შეისწავლონ, თან თავიანთ შედეგი დადონ და ნახონ რა შედეგი ექნებათ და შემდგომში უკვე დაიწყება შეჯიბრი და ორი მონაწილე ერთმანეთს შეეჯიბრება, ვინ უფრო სწრაფად გაივლის ამ გზას და ვინ უფრო სწრაფად მივა სტარტის ხაზზე. მოკლედ სუთივიესებია, ეთყობა არ იგებდნენ რა. უფასადო. You know what I like, keep it running every night. Sit them levels way up high. We gon' ride it. ხალხი იყენებს მოკლედ ამას საკურიეროდ და შენ სტანწავ, ხო? We got rhythm, so we gotta let them know. You know what I like, keep it running every night. Sit them levels way up high. We gon' ride into it, die. Ready, steady, go. Let it, roll. We got rhythm, we got flow, so we gotta let them know. ჩვენი მეგობარი ომარი იღებს დღეს ჯიმხანაში მონაწილეობას. ომარ, რას ფიქრობ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, რამდენად მზად ხარ, როგორ ხარ მომზადებული და მოიგებ თუ არა? გამარჯობათ, მოგესალმებით. მე ვარ ომარი მეძველია. დღევანდელ ჯიმხანის ეტაპისთვის TVS-მა მოპედები გვათხოვა და რავი ხოძე ვართ რა, წინა შეჯიბრთან შედარებით ეს მოპედები ახლა ბევრად უფრო გამართულია, უფრო ძლიერიც არის რა ესე თქვა და რავი იმედები გვაქვს საპრიზოს ყველა ვარიანტში რა. სხვანაირად არ გამოვა მოეჭვენ. და რავი დანარჩენი ვნახოთ რა, ბიჭები საკმაოდ ბევრი არიან, კარგი მოპედები ყავთ და ვნახოთ როგორ კონკურენციას გაგვიწევენ რა. ახლა იწყება უკვე სტარტის ხაზთან დგანან მონაწილეები და ახლა დასტარტავენ სტახანში და ვნახოთ რა იქნება. ერთ სვადენო თვალი. პირველი გარბენი მოიგო ყველაზე მძლავრმა მოტოციკლეტმა, რაც ახლა კადრში ხედავთ. ძალიან დიდი ზომის არის. აი გიორგას მოვიდა და შოთა. რა შევი? აუ, ჩემი ძმა ხარ, მაგრამ წურობდა. ჩვენი სპონსორია გიორგი მღებრიშვილი. მოკლედ თვალს ვადევნებთ ჯიმხანას მე და ჩემი ძმა. ჩვენ ვალეშკობთ იგის. იო, ვის ვალეშკობთ? გიგის ხარდასაჭერად ვარ აქ მოსულები. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. არა მხოლოდ გიგის ხარდასაჭერად, კიდევ ჩვენ ვართ მოსულები იმისთვის, რომ გიგი პირველი წელი ისე მალე გაიარა, მეორეზე რომ წასულიყო მოვასწრებდა. მოიცა ის მერე წავიდა? მე რა ვიცი, გვიან დასტარტავდი. უკასავად მეგობარო თუ შეიძლება, მადლობს. აი, თქვენ ხედავთ კადრში გიგის რა ხდება ჩვენს თავს. ჩემი პროცესი სამიკებიანი, შენი უსამიკო. ვაფშე არის. მაგრამ ჩემი დიდია სამი. მოკლედ ვინც დაგვასპონსორებთ, არინანით, იმიტომ რომ კი ეხლა 200 გამოწერიკავს, მაგრამ მომავალში 200.000-ია ვარ, თან ძალიან მალე. ეხლა გვასპონსორებს მოტოპულსი. ისე მაცივარი, მოტოები ხარ, ხო? რა შვი ნიკუშა. ვიპოვე ვარსკვლავები რა. ჩემი ვარსკვლავი ბიჭების. ისე მართლა ვარსკვლავი ბიჭები ხართ შენი. აი, ჩვენი ვარსკვლავი. ელა, ვარსკვლავი. კამერის კომპლექსი. სოფლიო ზონის ვარსკვლავი. მარტო კამერის? სოფლიო დონის ვარსკვლავს ყველა ის. ტრაგზე არ გამოდი ხარ, გამო ბიჭო. გამო. აი, დავიწრიე ეხლა. არაფერი არ იმის. აი, ნახე და რავი, თუ მოვასარი რა, მომზადება. გამოვალ რა მონაწილეობის პუნქტში უეჭველი. წონაი ასნია დრაგის არ ვარ, მაგრამ
წონა და ეხლა სადმე და სადე ეს არა. ერთ კლასშიც მოგვიწევს ყოფნა რა. არა გამოვარ მაინც. არ ჯიჯისან არის გაგიწონა, მაგრამ სულ იგებს. ჯიჯის ფათონია. მე რა წონა ცოტა კი არ მოხდა. ესეც ო და წონაზე იძახს, წონა არ მაქვს დრაგისო და. ხო და მოკლედ წონა არაფერ შუაშია რა, მეგობრები რა. როგორ არაფერს არა, კი არის, მაგრამ კარგად რო დასტარტავ და ფინიშის ხასა რო გაგივლიან ეს წვირი. აი ესეთი. აი ამ ხელათი წონა მოგსაურო და ვისტანტები და მეორე ჩემი წონა რომ მქონდეს ის. აუ ეს არა. ჯარში მე არ ვარ მომწონს. მე უჯერ დამბრაგეს. მე წონის გამო. წონის გამო არა გამორზე კამერა და მიდი ამოვჭი ან ტულს დავად. გიოს კამერები არ უყვარს ქონდა. კამერებს უყვარს გიომი. შევაყვაროთ. მოკლედ ახლა ავდივარ ზევით ტრიბუნებზე რომ თან დრაგს შეგახედოთ. ჩვენც შევხედოთ დრაგზე რა ხდება, როგორ ხდება. და იქიდან თან ჯიმხანასაც დავინახავთ, თან დრაგსაც დავინახავთ. იმედია არ გამოგუშვებენ იქიდან. საკმაოდ ბევრი ხალხია მანქანების დრაგზე. საინტერესოა, მაგრამ აქედან წესიერად არ ჩანს და იქით კიდე არ გვიშვებენ სამაჯურის გარეშე და მე ვეცდები რომ შევიდე და ის გადავიხო. მოკლედ მანქანების დრაგი ვერ გადავიღეთ რა უკანს. არ გვიშვებენ არა. 25 ლარი ამარ მოგწეს. 25 ლარი ამარ მოგწეს. იცი ეგა? არა. ვერ გამწე პასუხი. არ ვიცი მე. გაი. გამორთე რა. გრძელდება ჯიმხანა. თვალს ვადევნებთ. ძალიან სიწყნარია. რაც სანახაობრივი შოუ ვერ არის, მაგრამ მაინც კაია რომ შევიკლუბეთ ერთმანეთს ვნახეთ ბიჭებმა და რავი, სიტყვები გავცვალეთ, გავერთეთ და შემდეგ. და სტახანში წავათავოთ. მათხოვე მე ვიტყვი ერთ რაღაცას. ეხლავე 2 წუთი ბატონო ნიკოლოზ. მოკლედ მეგობრებო, ისი თქმა მინდა რა, ძალიან დიდი სირცხვილია ზოგადად. როცა კვირა დღეა, ყველა ისვენებს. ესეთი ღონისძიება და შეჯიბრი ტარდება, რასაც მართლა რაიდერის გამოცდილება და სკილები და ესე შემდეგ ჭირდება. იდგმება ძალიან კარგი სანახაობა თქვენთვისაც, საინტერესო და აქტიურად არავინ არ არის მაყურებელი აქ, რა ჩვენ ვართ და რამოდენიმე მონაწილეს თუ ახლავს ვინმე. აი რავი, ფედერაციის ადგილას საერთოდ გავაუქმებდი ყველანაირ შეჯიბრს და ყველანაირ ღონისძიებას და ყველანაირ ივენტს, იმიტომ რომ ესე არ შეიძლება უბრალოდ რომ ანუ კეთდება, დრო იხარჯება, ფინანსები, რესურსი, ყველაფერი რა, რეალურად და მაყურებელი არის რავი, ძალიან ცოტა, რასაც ხედავთ კადრში. როცა ავტოდრაგი არის იქით ამ მხარეს და შემოსასვლელიდანვე მანქანების საცობია ვერ ამოხვალ, ვერ გამოვივლი, ნემს ვერ ჩააგდებ, ისეთი საცობია. რო დაესწრონ დრაგს და მოტოსფეროში რაღაცა კეთდება და აქამდე ჩამოსვლაც არ შეგიძლიათ, რომ უბრალოდ დაესწროთ და უყუროთ. კვირა დღეა, ყველა ისვენებს დღეს. რავი, უამრავი თქვენგანი ალბათ რაიდზეა, საკატაოთი არის, ასე შემდეგ. ეგეთ რამეს ჯობია ხოლმე, როცა რაღაც იგეგმება აუცილებლად ჩამოყვიდე დაესწროთ და პოპულარიზაცია გაუწიოთ ამ ყველაფერს, მეტი დაინტერესება რომ მოყვეს, უფრო განვითარდეს ყველაფერი. და ესე შემდეგ რა. ეს იქნება ჩემი თხოვნაც და რჩევაც თუ გვინდა რომ რაღაც გაკეთდეს. როცა არაფერი არ კეთდებოდა, ყველა იმას უძუნებდა რომ მოტოსფეროს განვითარება არა აქვს, არაფერი გასახანი არ აქვს. როცა რაღაც კეთდება კიდე და კაციშვილი არ მოდის რომ ელემენტარული დაესწროს და უყუროს. დაგემშვიდობებით, ჩემი საქმელი ეს იყო, ყველას გისურვებთ. კარგ რაიდებს და მშვიდობიან გზავრობას და ცოტა ყურადღება მივაქციოთ აქაურობასაც რა. საჭიროა ბიჭები ვარჯიშობენ, გამოდიან რაღაც შედეგი დადონ და ელემენტარული მაყურებელი არ არის არავინ. მადლობა დიდი ნიკუშ. მოდით ახლა დაგათვალიერებთ მოტოებს, რა მოტოებიც არის აქ და წესთ კარგი ლამაზი ვიდეო გამოვა, იმიტომ რომ ლამაზი მოდელები ყავს დღეს სტუმრად. ახლა ნახოთ რა ისაუს გიგი მოტოების კლასში, სკუტერების კლასში პირველ ადგილზე გავიდა, ჩემს დამსახურებულად მოიგო, იმიტომ რომ კარგად მართავდა და იმედია მოტოკლასს მოიგებს რა. მგონი ასწრებს. ასწრებს მგონი. მიდი. საღუ.
იგარი. აია. ნახოთ რა სიზავს, ნახოთ ბიჭო, წაიც. სამწუხაროდ ზეკაპიტიანს მოტოციკლების რეალდა ესეც მოიგო. ახლა ეჯრებიან ლადო და გიგი და სხვადასხვა სანაცვლო აქვს დადებული ძალიან სერიოზული. თუ მოიგებს გიგი, ლადო თმას გადაიპარსავს აქვე, მაგრამ თუ მოიგებს ლადოს ექნება გიგისთან ერთი სურვილი. ძალიან საინტერესოა რა მოხდება. ორივე კარგად მართავს მოტოციკლებს და ნახოთ. ნახოთ ორივე. ლადო მოიგო. ლადო მოვიდა პირველი. ახლა არის მეორე გარბენი და ვნახოთ ახლა რა მოხდება. პირველი გარბენი ლადო მოიგო. ლადო უფრო პირველი მოვიდა. ნახოთ აბა სტარტზეც წეს ლადო გავა. და ლადო გავიდა პირველი სტარტზე. იგი მისევ წააგო. მოკლედ ხალხო, აქვე ვიტყვი რომ მე რაღაცა პრეტენზიები არ იყოს. გიგა გვაზავან, წერა გუშინ დამიდა თანასწორად. ამ გარბენში თუ მომიგებდა, თვებს გადამყარსავ და ხო და თუ წააგებდა მე შემისვენა და ერთ თხოვნას და გიგუშ, რამე ხო არ მეშლება ჩემთვის. მოკლედ ჯიმხანაც მორჩა, ახლა გამოავლენენ გამარჯვებულებს, დაასაჩუქრებენ, დააჯილდოვებენ და დღევანდელი დღეს ასე დამთავრდა. ნახოთ ახლა ვინებმა მოიგეს, ვინებმა რა ქნეს, როგორ ქნეს, რატო ქნეს და შემდეგ ჩვენ წავალთ უკვე. აქედან ხებროს პასაჟირი ვარ და გზაში იმედია არ გამაგიჟებს. პირველ კლასის თასი მოიპოვა გიორგი საკაიძე. ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დავით კიკალიშვილი აჯილდოებს. Aplodismentები. ამ თავარი პრიზიორებს თქვენი ოვაციები რა თქმა უნდა სპორტიზმები და ყველაზე ღირებული პრიზის ერთ-ერთია. მეორე ადგილის პოზიციის მფლობელი გახდა გიორგი ხარძეიშვილი. Orengusaks ასევე დავით კიკალიშვილი აჯილდოებს. ხოლო პირველი ადგილის პოზიცია და ეტაპის თასის მფლობელი გახდა გიგა გვაზავა. აღორ გიგა. პირველ ადგილსაც ბატონი დავით კიკალიშვილი აჯილდოებს. და თავარი პრიზიორებს თქვენი ოვაციები და აპლოდისმენტები. აბა კლასში მესამე ადგილი და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დღეს მოტო ჯიმხანის შეჯიბრი შედგა. ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს იმისთვის, რომ ასეთ კარგ შეჯიბრებს აწყობენ და საშუალებას გვაძლევენ, რომ ბაიკერები და მეგობრები შევიკრიბოთ, შევეჯიბროთ ერთმანეთს, ეხეთ გავერთოთ, ვიმღეროთ, ვიცეკვოთ და ასე შემდეგ. შემდეგ ვიდეოში შევხვდებით აუცილებლად დროებით.